ქვეყნის წინაშე. თუ ის არ არის კრიმინალი და დამნაშავე, და ის არის პროფესიონალი და შეუძლია ერთი კენჭი მაინც გადოს ჩვენი ქვეყნის ასაშენებლად, ყველას უნდა მივცეთ უფლება, რომ მიუხედავად იმისა, ვინც იყო, რა გააკეთა თუკი, ვერ ვიდება გერმანია და იძეს. ჩვენ უნდა მივცეთ ყველას უფლება, რომ საქმე აკეთოს საქართველოს საკეთილდღეობით. მაშინ ჩემთვის ეს თითქოს დამაბრძოლებელი იყო, როცა მე დარბაზში შევედი და ნახე სხვადასხვა ჯურის ადამიანები, ცოტა დავწოვდი, მაგრამ ამ გამოჩის მერე მე მივხვდი, როგორი მართალია და როგორ სიმართლეს ამბობს, რომ გასაკარგი აფეთქი ადამიანი ქართველებს არ ეყავს. და თუკი დღეს ადამიანი ფიქრობს, რომ შეცდომა დაუშვა და დღეს ის რა არის, თავისი ცოდნა მოახმაროს ქვეყანას, ის უნდა გამოვიდეს. მეორე ნაბიჯი იყო პირდაპირ, როცა ეს ადამიანები დასხდნენ ერთად, ის ადამიანები, ვინც ხანდახან გამარჯვებას ერთმანეთს არეულებოდნენ. კარგი სპეციალისტები, აკადემიკოსები, მეცნიერები სხვადასხვა სფეროში ერთად დასხდნენ და დაიწყეს პროგრამაზე მუშაობა. და ეს არის 12 ტომი, იცოდეთ, ყველა სფეროში, ეკონომიკაში, მარტო პროექტები კი არ არის. პროგრამები დაიდო, რა უნდა ყოფილიყო, რა გაფუჭდა და როგორ შეიძლება ეს გასწორდეს. ეს არის მეცნიერულ დონეზე დასაკუთრებული. ციფრებით და ანგარიშებით. ეხლა რაც ეხება, აი აქ კითხვარი, ძალიან დიდი მადლობა გიორგი. ძალიან მომეწონა ეს კითხვარი, იმიტომ რომ ფაქტიურად პასუხია, რას აპირებს ბატონი ბიძინა თქვენთვის, რა უნდა გააკეთოს დიასპორაში, რომელიც მას ძალიან უყვარს, ძალიან ენანება და თვლის, რომ ეს ხალხი თავის ქვეყანაში უნდა ხარჯავდეს ამ ენერგიას, თავის შვილებთან, თავის მამებთან, თავის ახლობლებთან. და თქვენ არ იფიქროთ, რომ არ ვიცით თქვენი ისტორიები, მე თქვენი ახლობლებისგან ვიცი თქვენი ისტორიები. როცა დავდიოდი ქუთაისში, ოზურგეთში და გამოდიოდა მოხუცი ადამიანი, სულთან ერთად, დამიყენებდა იმ პატარა ბავშვებს და მეყოდა. აი ხალხები, ჩემი შვილისთვის ავიღე კრედიტი, გაუშვი სამუშაოდ, აი ეს ბავშვები დამიტოვა, მე რო რამე დამემართოს ამ ბავშვებს რა ეშველება არ ვიცი, ჩემი შვილი ვეღარ ჩამოდის, იმიტომ რომ ვერ ვიხდით, ზოგი სახს კარგავს, ზოგი რას კარგავს, ზოგი ჯანმრთელობას. მე მყავს სტუდენტები, რომლებიც ისე დათხოვნდნენ, რომ შვილმას კაიფში ნახა, დედა მოპროსტორა, ქორწილი. ბავშვი ისე გაუჩნდა, რომ მე მომნაკლე და ის კიდეს კაიფიდან ვიყურებდა. და რამდენი ისტორია იცით, მე ყველას ისტორია შემიძლია მოგიყვე. ისე დამარხა ცოლი კაცმა, რომელიც ამერიკაში არ გაუშვეს, რომ ვერ ჩამოასვენა და ვერც იქ ვერ წავიდა. და იცით კიდე ტრაგედია, მე აი რომელ სპექტაკლზე გეუბნებოდით, იქ მე მოვლელ ხალხს თამაშობს და თბილისში როცა ამ სპექტაკლს თამაშობს ჩვენ, მთელი დარბაზი ხან ირის და ხან იცინოს, იმიტომ რომ დარბაზიდან 80% ასეთი ისტორია, ზოგმა დედა გაუშვა, ზოგმა შვილი გაუშვა, ზოგმა ცოლი გაუშვა და იცის რაზეა. და ჩემი გმირი ქალი, რომელიც ასე უკაცრავად პირუთხვივით მუშაობს სადღაც გადაკარგული და აგზავნის ფულს და მე იგებს, რომ ხმარმა ის ფული მიითვისა, ბინა იყიდა და სხვა ქალით შეირთო. რამდენი ასეთი ისტორია? ამაშია საქმე, ეს არის ჩვენი უბედურება, ეს არის ჩვენი ტრაგედია და ამ ტრაგედიას გული უნდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აცხადებს თქვენზე, რომ თქვენ ყველა ხარ წასულები და მას ემიგრანტები არ აყავს თურმე. ჩვენ თურმე მოგზაურებია დაკარით ერთეს ფეხი და მიატოვეს თქვენი შვილი, ღვიძლი, დედა, მამა და გამოიქეცეს და კარგი ცხოვრებისთვის. ეს არის მყნარი სიცრუე. და დღეს არა ადამიანი უნდა იყოს, არ გესმოდეს ის კივილი, რასაც თქვენ ატარებთ. და განსაკუთრებით ქალებზე მინდა თქვა, არ ეწყინება ჩემ მამაკაცებს, მე ქუთაისში ვნახე თქვენგან გაზურუქებული კაცები ნარცლაბურებენ, გულწროს ვამენ და მოდიბულის ოგიჩენებენ თქვენი ფულით როგორი რემონტი გაიკეთეს და კონდიციონერში გრილად რო არიან. რამდენი და რამდენი ტრაგედია ვიცით ასეთი, რამდენი ტრაგედია ვიცით. ამიტომ პირველი, რასაც აი თქვენ ნახეთ ესეთი რაფა თქვენს კითხვებში, დიდი მადლობა გიორგი, ძალიან კარგი შედგენილი კითხვარია. თქვენი აზრით, რა შემთხვევაში დაბრუნდება ემიგრანტი სამშობლოში, თუ ახალი ხელისუფლება და ჩამოთვლილია? პირველი, შექმნის სამუშაო ადგილებს. მეორე, გაანთავისუფლებს სასამართლოს. მესამე, დაიცავს ადამიანის უფლებებს. მეოთხე, დაიცავს საკუთრების უფლებებს. მეხუთე, დაეხმარება ბიზნესის განვითარებას. და სხვა, აგერ არის ბატონო პასუხი. ბატონი ბიძინა, გთავაზობთ.
სამუშაო ადგილების შექმნას. სამთვეში აღდგება სამართლიანი სასამართლო. პირველი როცა მე შეკითხვა დავუსვი, როგორ ვფიქრობთ თქვენი მოსვლიდან, რამდენ ხანში ვიგრძნობთ ჩვენ, რომ შეიცვალ ჩვენზე ვიგრძნობთ, რომ ეს ყველაფერი შეიცვალა. მიპასუხა ქალბატონმა ნინელი. ყველაფერი ეკდება იმისთვის, რომ 3 თვის განმავლობაში ყველა ადამიანმა ვისათვის სამართლოს მოექცა ეს სასამართლო. და ბევრზე საქმეები თქვენ იცით, ბევრი საქმეები, მე პირადად მაქვს ერთ-ერთი საქმე, რომელსაც აუცილებლად მოვიგებ და თქვენს გაქვთ ესეთი საქმეები. სასამართლო იქნება თავისუფალი და პირველივე 3 თვეში რეალურად იგრძნობს სამართლიანობას აღდგენას ქვეყანაში. დაიცავს ადამიანის უფლებებს. როგორ ფიქრობთ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს იცავს თავის თავს უსამართლო ჩინელებს აძლევენ მოქალაქეობას, იცოდეთ, ორმად მოქალაქეს და პატარა ბუხა გახსნა და მაღაზია და ქვეყნის წინაშე დამსახურება ქონია. და ბატონ ბიძინას თურმე არ ქონია დამსახურება. დაიცავს საკუთრების უფლებას. მე ვნახე ერთი ზესტაფონელი კაცი, რომელმაც გითხრა, რომ მე საფესლებში ერთი 30 კაცი მყავს საბატონიერი ჩემი მანქანით გადაყვანილი. დღეს აგზა მუშაობ. იმიტომ რომ ძალიან დიდი ჩემი ბიზნესი მქონდა მშვენიერი, რომ ჩემს სულსაც ეკავებოდა და ჩემ შთამომავლობასაც ეყოფოდა. ერთი დღე დამადგინე და მითხრეს ეს ბიზნესი გვინდა და მოგვეციო. არ მივეციო, იმიტომ რომ ამდენი ყველა ხო არ ვიყვარე მაგათი, ჩემი შვილისთვის მინდოდაო. იმდენი მეჭიდავეს, იმდენი მემუქნენ, რომ გული გამიხდა სულგა და საოპერაციო გამაქანეს, გადამხსნეს და გაუკეთეს გულზე ოპერაცია. ღამე დამადგნენ, ღამე. და ხელი მომაწერინეს ნოტარიუსი მოიყვანეს სამანტყოფოში, როცა ხელი სხვა მამიწია, იმიტომ რომ ვერცები გადაფათრული ვიცედი და ბიზნესი გადამაბარებინეს და თანაც მითხრა ხმას ამოიღე და კიდევ უარესად იქნება შენი შვილი და შენი ძილი და ყველა. როგორ ფიქრობთ ეხლა ამ კაცს ეს უსამართლობა შეარჩენს მე? იმას არ უნდა რომ ამ სამართალმა პურიჭანოს. მოვა ეს დრო ხალხო, მოვა ეს დრო მოდი ძალიან ახლოა და ეხლა თუ არ ივაშკაცეთ. ეხლა თუ არ დააკეთეთ თქვენი დასადები აგური თუ არ დადეთ, მერე ჩვენ თავს დავაბრალოთ ყველაფერი. მერე გვიან იქნება ძალიან, იმიტომ რომ თუ ეხლა ვაპატიეთ ამ ხალხს, მერე ესენი ძალიან გავკეთებთ. ისმის მოგესალმებით ქალბატონო ნინელი, რო არა ეს პოლიტიკური სიტუაცია, უფრო მეტი ხალხი მოგროვდებოდა, რა თქმა უნდა, თქვენ შესაძლებლად ისეთი კაი საყვარელი დადებით, მაგრამ მე რა მინდა ვთქვა იცი? ქალბატონო ნინელი, მე თვითონ პიროვნება მწვენია, რომ ამაზე მეტი ხალხი არის მოგროვდა დღეს და ბოდის ვიხდი, იმიტომ რომ ზოგ სამსახურებრივი კი რაღაცეები, მაგრამ არავითარი შეგეცვა თქვენთან გვიყვარხართ და გვიყვარხართ. მარტომა რომ არსებობ როგორც ადამიანი, როგორც მსახიობი და როგორც პოლიტიკოსი. ეს გვერდით ავარ სოფელა. ვიცით თქვენი პრობლემები, ამ პრობლემებზე ალბათ ვილაპარაკეთ და გიორგისთან ერთად უნდა მოვაბარო დაგვეხმარება სწორედ ეს ორგანიზაცია. ვიცი რომ ჩვენი სამუშაოს გამო თქვენ ძალიან ხელშეკრულებით ხართ. ვიცი რომ კვირას არ მუშაობთ საკონსულო და აი ამაზე ვილაპარაკოთ, რომ დღეს არ დავიშალოთ ისე რომ რეალურად თქვენ აქედან რაღაცა საქმიანი არ გაიგოთ. ეს შეხედა სწორედ იმიტომ არის, რომ ჩვენ იქედან დაგეხმაროთ, თქვენი ხმა არ დაიკარგოს და გიორგი მისი ორგანიზაცია ჩვენი წარმომადგენლებს არიან იცი და აი ეს არის თავი და ამაზე ვილაპარაკოთ მოდი შეიძლება. არის ბატონო გიორგო. ისმის ახლა? აი ეს არის უკეთესი მიკროფონი, გიორგი. არა, ხო, აი ეს რაც მისაუბრა სამთავრობო ინსტიტუტთან კითხვებით იმართა. მოდით ყველამ შევხედოთ რეალობას თვალში.
ჩვენ კი გვინდა ცვლილებები, ჩვენ კი გვინდა რომ ჩვენ ქვეყანას დაუგებდეთ, ჩვენ კი გვინდა რომ ჩვენ ქვეყანაში ჩართულები ვიყოთ იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს იქ, მაგრამ რას ვაკეთებთ ამისათვის რეალურად თითოეული ჩვენი? ვერაფერს. არა, ვერ გეტყვით რომ ვერაფერს. ბევრი თქვენგანი ბევრ რამეს აკეთებთ, მაგრამ იმისათვის რომ თქვენ თავს მიხედოთ, ხო, თქვენ არაფერს არ აკეთებთ. დღესდღეობით გვაქვს სიტუაცია, რომ საკონსულო, რომელშიც ყველაზე იოლია მიხვიდე, დადგეს საკონსულო არხაზე, შემდეგ გქონდეს საშუალება, მოდით თავი დავანებოთ პოლიტიკურ უფლებებს. თუნდაც აქ გქონდეთ უფრო მეტი უფლება, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში საკონსულო ვალდებულია უკვე თქვენზე იზრუნოს. ეხლა საკონსულოთვის არის სიტუაცია, ეცეთ ინდიელებს აქვს გამოთქმა ესეთი რა, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. საკონსულოსაც ეგ პრობლემა აქვს. არ გახართ არასწორზე მისთვის აქ არ ახართ, ესე იგი თქვენ პრობლემა არ ახართ. დღეს საკონსულო მუშაობს რა დღეებში, როცა თქვენ მუშაობთ, თითოეული თქვენგანი, რომელსაც უკმაყოფილე ხართ წამოსული და ოჯახების შესანახად ხართ წამოსული. აი მე მართლა მიყვარს რა რამდენჯერ მქონდა საუბარი საერთაშორისოთანაც კონსულტანტს იმის თაობაზე რომ კაცო დაიშვენე ორშაბათს და კვირას იმუშაო ერთხელ რომ მივიდეთ ხარ არ შეიძლება კაცო ორშაბათს დაიშვენე თუ არ დაიშვენე თითოეულს მე მგონი არანაირი პრობლემა არ და ორშაბათს მუშაობ არა ორშაბათს დაიშვენე ორშაბათს დაიშვენე თელი კვირა დაიშვენე როგორც კვირას იმუშაო მეორე თელი კვირა დაიშვენე მაგრამ იმუშაო არა დილის საათი და პირველ საათამდე არამედ იმუშაო 5 საათი და 8 საათამდე როცა ის კაცი მაინციო ვისაც ასე ვთქვათ ექსოდია ის მაინციო რომ სანამო თავისუფალი და მივა ეხლა მოდით კიდევ ერთი საკითხი გავიაროთ მე დამჭირდება თქვენი ჩვენ ორგანიზაციას დაჭირდება თქვენი თანხმობა ჩვენს ამგვარი ბოლომდე ვერ მივიღეთ პასუხი საერთოდან რას აპირებენ რომ ჩვენ ოფიციალურად მიმართულობთ გაგზავნილებას თუ ჩვენ კვირის ბოლომდე ვერ მივიღეთ პასუხი, აპირებენ ისინი სამუშაო საათების ცვლილებას, არ აპირებენ. მე მინდა გთხოვოთ, გამოვნახოთ სამუშაო დღეს 2 საათი, შევიკრიბოთ საქმეს და მივიდეთ საერთაშორისთან და საკონსულოსთან დავანახოთ ჩვენი მოთხოვნა. ნიშნია, ვერ მივიღეთ. მოვერებით. ყველას მოვერებით. ხალხი ერთად რო დადგა, დიდი ბოდიში შეიძლება ცუდი მაგალითი მომაქვს. ხალხი ერთად რო დადგა, იდეის იგული რო გაერთიანდა, მეორე მსოფლიო ომი მოიგო. ხომ შეიძლება ასეთ დაძაბულ დღეს მაგალითად იმუშაონ 1 კვირა და 2 კვირა. ხომ შეიძლება